მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყურებთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზეც პალიტრა ნიუსის არხზე. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ გამოვეხმაურებით 4 ოქტომბრის საქმეს. იცით, რომ რამდენიმე ნაწილად არის ის დაყოფილი. დღეს კიდევ რამდენიმე ჯარდობული საქმის განხილვა გაიმართა და როგორც მოსამართლემ თქვა, ხვალ გამოიტანს ის განაჩენს. ამ საქმეში საინტერესო არის ყველა ადამიანის ბედი საინტერესოა და ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენ სტუმარი იქნება მაგდა მამუკაშვილი, იურისტი და ერთ-ერთი მონაწილე აქციების და აქტივისტი, რომელიც ესწრებოდა დღეს სასამართლოს თომას და ასევე ჩაგვერთვება მარიამ მეყანწიშვილი, რადგან მისი საქმე არის განსაკუთრებით საინტერესო, ის არის მარტოხელა დედა და შეიძლება რამდენიმე წლით ის ციხეში გაუშვას ხელისუფლებამ, რის გამო ამაზე სწორედ ვისაუბრებთ, რაში მიუძღვის მას დანაშაული. მაგდას მივესალმები, შემდეგ მარიამის ჩაგვერთვება ცოტა ხანში. მაგდა, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რო გითხრა ამ საქმის შესახებ, ზოგადად ჯერ მარიამით დავიწყოთ და შემდეგ სხვა მსჯავრდებულებიც გამიხილოთ, იქ არის ნუნუ სანდერით და ასე შემდეგ, ხო? რამდენიმე ქალია და მათ შეიძლება მოუწიოთ ციხეში წასვლა. რის გამო რა გააკეთეს მათ? ეხლა ორგანიზატორები ისინი არ ყოფილან, ხო? რა ეთყობოდა 4 ოქტომბერს დაორგანიზებული საკეთან და კიდე ცალკე საკითხია. ვერავინ, ასე რომ ვთქვათ, ვერ იქნება მიჩნეული ორგანიზატორად, მით უმეტეს ამ განხილვის ფარგლებში. ვინაიდან ნანუ სანდერს ედავებიან Facebook პოსტებს, სადაც ის წერდა რევოლუციის შესახებ, ღიად მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად იყენებდა სიტყვებს უსისხლო და მშვიდობიანი რევოლუცია, ის მაინც არის ბრალდებული. ანუ Facebook პოსტების გამო არის. კი, 100 პოსტი წაიკითხა პროკურორმა წინას ხდომაზე თავის დასკვნით სიტყვაში. ნანუ სანდერის 100 პოსტი, რომელიც წაკითხული ან მოსმენილი უნდა გქონდეს, სანამ ცოცხალი ხარ, ამას ჩვენ ესე ვუსმენდით მართლა პროცესზე. ანუ რას ამტკიცებს პროკურატურა, რომ ამ პოსტებით რა აორგანიზებდა ძალადობრივ, ესე ვთქვათ, რევოლუციასო, ფაქტიურად ის ამას ედავება ნანუ სანდერს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ახლა ნანუს 4 ოქტომბერს ქმედება პოსტებში გამოიხატა, მაგრამ პოსტების როგორ უნდა ანუ ნანუ შესაძლოა კი მოწოდებისთვის ადამიანს ფაქტიურად ასამართლებენ და რა ვიცი საოცარი მუხლებია 7 წლამდე 9 წლამდე რა წარმოუდგენელი ბრალდებები აქვს წარდგენილი ნანუს და ნანუ სანდერის ხო ვიდეო მტკიცებულება არის ნანუ სანდერის საქმეში და არის ასევე ის რომ აგროვებდა თავდაცვის საშუალებებზე რომ არ არის ახლა ძალადობრივი ქმედება შენ რომ არ გინდა რომ თვალი დაგთხარონ ან რო არ გინდა რომ დაიხუთო როდესაც ისვრიან გაზებს და ჩვენ ვნახეთ ნოემბერ-დეკემბერში როგორი პრობლემა იყო ეს ამისთვის რომ თანამებრძოლებს ეხმარები ეს ცხადია არ არის ძალადობა და არც რაიმეს ორგანიზებოდ ისეთის რაც საწინააღმდეგო ეხება საერთოდ მგონია რომ საკონსტიტუციო წესრიგიდან არის ქართული ოცნება და ყველაფრის უფლება გვაქვს მე მართლა ესე ვფიქრობ ბუნებით მდგომარეობაში ვართ დარჩენილი თუმცა თუნდაც მათი კანონებითაც არაფერი მტკიცდება ამ ნაწილში. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს. მარიამ მეყანწიშვილს ედავებიან პატარა ვიდეოს ნაწილში, ჩვენ ვიცით, რომ ის იყო რუსთაველის გამზირზე და თქვა, რომ ესეთ ფრაზას ამბობს, ყველა ვისაც ბრძოლა შეგიძლიათ, ჩავიდეთ ქვემოთ ათონელზე და შემდგომ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მე არ მომწონსო ის რაც მოხდა 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან და ანუ რაც მოხდა ხო ვიცით ახლა ათონელზე რატო არავის არაფერი არ უთხრეს ფაქტიურად მარიამ მეყანწიშვილი აკრიტიკებს ორგანიზატორებს ვინც რაღაცა მოწოდება გააკეთა და არ მოსწონს ის ყველაფერი თუმცა მისი საქმე მაინც განიხილება 4 ოქტომბრის სრული ესე რომ ვთქვათ სრულ პაკეტში მარიამ მეყანწიშვილის საქმეში იყო ბევრი უზუსტობა არის ის რომ მაგალითად მის შესახებ ზოგი წერს პატაკში რომ არის ათონელზე ეს ყველაფერი მოქმედება ხორციელდება ათონელზე ზოგი წერს რომ რუსთაველზეა რეალურად ათონელზე მარიამის საერთოდ არ ყოფილა რუსთაველზე იყო და ესეთი შეუსაბამობებია ასევე ის ვინც ქვევით არ არის ზემოთ ხდება და შესაბამისად მარიამს ანუ შედეგიანი მუხლი აქვს რა 0-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა 0-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მარიამს და შედეგი უნდა იდგეს რა რო არ აორგანიზებ რაღაცას რაღაცა ხო უნდა იყოს შედეგი იმ დაორგანიზებულს აი რაღაცა ხო უნდა გაებუჭებინა მოკლედ რო ვთქვა ყვირის რომ ჩავიდეთო რა ანუ მოწოდებ და აგინებს ოცნებას ეხლა ოცნებას აგინებს ყველა და რაღაცა გინების გამო ადამიანი ან მოწოდების გამო ციხეში გამოკეტა
როდესაც ეს მუხლი თვალსაჩინო შედეგს მაგის გამოც კეტავენ. ხო, კი, მაგის გამოც კეტავენ, ხო მივედით მაგალითად, მაგრამ ამ შემთხვევაში სამწლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მარიამს და მნიშვნელოვანი მან რა არის იცით, მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ამ მუხლის შესაბამისად 39 საქმეზეა გამოტანილი, ესე რომ ვთქვათ, განაჩენი და არც ერთი არ არის გამომტყუნებელი, ანუ თვითონ ამ მუხლშიც არის აშკარად პრობლემა, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს შედეგი, ეხლა რომ უბრალოდ მოწოდების გამო ადამიანი არ შეიძლება რომ ციხეში წავიდეს. ხო, მარიამ აყანწიშვილი გირავს საფუძველზე არის გათავისუფლებული, ვინაიდან მას ყავდა მცირეწლოვანი შვილი და სასამართლომ ეს ფაქტორი გაითვალისწინა. თუმცა დღეს უკვე რადგან ხვალ განაჩენი დადგება, მოუწევს ესე რომ ვთქვათ სასჯელი აღსრულებას, რომ აღასრულოს ეს ესე რომ ვთქვათ განაჩენი თუ გამოვა გამამტყუნებელი. თუმცა ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ მე პირადად, რომ ჯარი მასაც ითვალისწინებს ეს მუხლი და ჯარი მას გამოიყენებს და გაითვალისწინებს, რომ პატარა ბავშვი ყავს 7 წლის გოგოზია საუბარი, რომელიც 8 წლის ფაქტიურად დედასთან ერთად ვერ გახდება, ანუ გამოდის რომ ციხეში იქნება მარიამი, როდესაც დანიელა 8 წლის გახდება, ხო, და მისი დაბადების დღე იქნება და ეს არის ძალიან დიდი სტრესი და იმედია რომ არ გამოიყენებს პატიმრობას. ხო, იმედია, მეც მაგის იმედი მაქვს, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ხელისუფლება რასაც აკეთებს, რამდენ პროცენტიანია იქ შენი იმედი? ამ ეტაპზე რასაც ხელისუფლება აკეთებს, არანაირი იმედი არ აქვს. მაშინ, როდესაც ექიმ ჩახუნაშვილს 72 წლის კაცს, საერთოდ აი ისეთ ქმედებაზე, რომელსაც რო შეხედავ, ვერ იტყვით, ვერც ერთი იურისტი ვერ იტყვის, რომ ეს არის დანაშაული, გადადის ეზოში, ხელში უჭირავს ფიზიოლოგიური ხსნარი, მიუსაჯეს 5 წელი, აი ასეთ კაცს რომ მიუსაჯეს 5 წელი, ჩემთვის უკვე ეს ფაქტიურად, ესე რომ ვთქვათ, ის არის მაღვიძარას ზარია, რომ ანუ არ უნდა ელოდე კარგს არაფერს რეჟიმისგან. ამიტომ მე ყველაფერს ველი, რაღაც მომენტში ის როგორ შეიძლება ეს გიხაროდეს, ერთი დღეც არ უნდა იყოს მარიამი ციხეში, მაგრამ ის გიხარია რომ 3 წლამდეა და მეტი არაა ციხე, იმიტომ რომ ყველას 5 წელი ჩამოურიგეს, რაღაცა ესე დაჯექი შენ 5-იანივით, ფაქტიურად ყველას 5 წელი ციხე მისცეს რა. ხო, გუშინდელი მოსამართლეს უსმენდი რომეო ტყეშელაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ყოველ როცა არ გადაინგრიათ, იქ შესვლა უკვე დანაშაული იყო, რადგან დაცული ტერიტორიაა და საშვის გარეშე არ შეიძლება იქ შესვლა რა. ანუ ფეხი თუ გადააბიჯე, ზღურბს ეზოს. მე მაგ ეზოში ყოფილვარ საშვის გარეშე, მახსოვს რაღაცა წლების წინ იყო რაღაც ახალწლო ილუმინაციები, ყველა შეეძლო, ხა საომე როცა იყო პრეზიდენტი, ყველა შეეძლო რაღაცა მისულიყავი ფოტო გადაგიღო და მაგ ეზოში ვარ ნამყოფი და ულამაზეს ფოტოები მან გადაღებული და რა სისულას გველაპარაკებენ, რა საშვის გარეშე ვერავინ ვერ შედის ეზოში. ეზოში იმ მომენტში შესვლა საერთოდ არ არის არც დამხობა, არც დამხობის მცდელობა და არც იმ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება. ნუ რაღაც საოცარ იმას ფაქტობრივად სამართალს სვლიან თუ რას აკეთება მე ვერ გავიგე. ნუ ფაქტი იყო, ხო, ამაზე იყო აქცენტი, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმაც თქვა ბატონმა კობახიძემ, რომ ჩვენ ნუ ესე შევიმუშავეთ ტაქტიკა, რომ გარეთ არ დაგვეღენებინა სპეცრაზმი, გვეცლია რომ ეზოში შემოსულიყო. ხო, ანუ ეგ არის პროვოკაცია. დანაშაული ჩაედინათ ასე ვთქვათ ბოლომდე და ნუ ეს ხო პროვოკაცია, ეხლა როგორ შეიძლება შენ თუ მიგაჩნია რომ დანაშაული ხა, ნუ ნორმალურ ხელმძღვანელს მიაჩნია რომ დანაშაულის პრევენცია უნდა მოხდეს, ხო? შენ თუ დანაშაული ცუდ საქმედ მიგაჩნია, ისე რომ კოდექსში ჩაწერე, მაშინ მიმის პრევენციაზეც უნდა იზრუნო, მაგრამ კობახიძემ თვითონ თქვა რომ მე მინდოდა რომ მათ დანაშაული ჩაედინეთ, რომ მე ისინი დამეჭირაო. ანუ ამ აბსურდამდე დავდივართ. ანუ გამოდის რომ მართლა არც არაფერი არ იგეგმებოდა, არც არაფერი არ იყო ისეთი რის გამოც შეიძლება მას დანაშაული უწოდოთ და ფაქტობრივად მიზეზებზე იყვნენ რომ ადამიანები დაეჭირათ რა. ეხლა დანარჩენს იმაზეც მინდა ვისაუბრო საქმესთან დაკავშირებით. აბონავერიან ბოლოს იყო ადვოკატი საუბრობდა აბონავერიანთან დაკავშირებით და აი მართლა გავოგნდი რაც მან თქვა და აბონავერიანი არის ერთადერთი ამ შემთხვევაში კაცი ესე რომ ვთქვათ რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ გააფორმა საპროცესო ამ ჯგუფიდან. ამ ჯგუფში რო შედიოდი ხა პროცესი წინაზეც რო ვიყავი. ამდენიმე ჯგუფად არის ეს. ხო, ეს რამდენიმე ჯგუფად რო შედიოდი და პროცესზე რო ხედავდი, მარტო ერთი კაცი იჯდა, როდესაც პირველ პროცესზე რო ვიყავი, გადავსებული იყო დარბაზი, ან დანარჩენმა გააფორმა საპროცესო და ანუ მიკვირდა რომ აი რატო თქვათ აბომ აი ეს ეულად რატო დარჩა და თუმცა რაში ყოფილა საქმე და მე ხა ძალიან კარგად მესმის სვანი კაცის პოზიცია, როდესაც შენ არ ჩაგიდენია რაღაცა და გეუბნებენ რომ შენ ჩაიდინე, შესაბამისად არ აღიარებ იმას რომ მე გავაკეთებ. თუნდაც აი ხვალვე გაგიშვან
დარბაზიდან და რაში ახლა საქმე. აბო ნავერიანის და დამნაშავის, რომელიც ეჯაჯგურ დამნაშავე ესე რა ვთქვათ, მათთვის ბრალდებული ადამიანის სახე საერთოდ არ ემთხოვა ერთმანეთს. ის არის ახალგაზრდა. ეს არის არ არის შედარებით ახალგაზრდა, ეხლა აბოც ახალგაზრდა კაცია, თორე აქ არის საუბარი უფრო დაბალ ასაკზე. აბოს აქ ხალი, აქ იმ ადამიანს არ აქვს ხალი, ყველა რაკურსით რომ ნახოთ, იმ ადამიანს ხალს ვერ მოუძებნით, ან თუ ამონტაჟებდნენ, ჩაემონტაჟებინათ ეს ხალიც, მაგრამ ხალი არ არის. გამქრალია ხალი და კიდე სხვა ადამიანია. ანუ ნახეთ როგორ არის იმ ადამიანს. იგი იმ ადამიანს თვალები არ უჩვენს, იმიტომ რომ რაღაცა ბალაკლავა აქ ეგრე გაკეთებული, რომ აი აქამდე ჩანს და თვალები არ ჩანს, ესე რა ვთქვათ. და აი მარტო ამ ქვედა ყბის მოყვანილობით რაღაცნაირად მიამსგავს ეს აბოს, დაავიწყდათ ხალი, დაავიწყდათ ის რომ აბოს კეხიანი ცხვილი არ აქვს, მაგრამ ხალი აქვს. ხო და ასე შეკერეს და ეუბნება რომ შენ ჩაიდინე ეს დანაშაული. როცა საერთოდ სხვა არის დაჭერილი. საერთოდ სხვა არის დაჭერილი. ისე უცბად გააკეთეს ეს ყველაფერი, სხვა ადამიანი დაიჭერს. არ ნახე ფოტოები ვრცელდება ახლა უკვე ვირუსულად Facebook-ში, ნახეთ როგორ არგავს ეს ადამიანი იმ ადამიანს. თქვენ შეგიძლიათ თავად ნახოთ და ახლა ესეთი სიტუაცია რო არის ხვის იმას გედავებიან ვინაობას და არ ხარ შენის არ აღიარებ, თუნდაც აი ხვალვე გაგიშვან, არ აღიარებ. მე ძალიან კარგად მესმის ახლა ეკო. ხო არა თუ არა ხარ. თქვენ აღიარებ, ახლა მე აღიარებდი. ხო არა რა თქმა უნდა ახლა შენ თუ არ ჩაგიდენია იმას ვერ აღიარებ. ახლა რაც ჩაიდინე ის შეიძლება აღიარო ადამიანმა, მაგრამ ახლა იქ თუ არ იყო და ანუ აბოც ამბობს რომ მე არა ვარო. აბოც ამბობს რომ მე არა ვარ და აბო ადგა ესე დემონსტრაციულად და შეხედათ რომ მოსამართლეს ეუბნება ადვოკატს. ხედავთ თუ არა ხალს. ანუ რამაცინებს მართლა აბსურდში ვართ, არ არის ამაში არაფერი სასაცილო, თუმცა ეს აი ესეთ თეთრი ძაფით ნაკერ საქმეებთან გვაქვს საქმე. ხო, ну კი ბატონო, ზოგადად რას ფიქრობ ამ დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვს ხელისუფლებას, ჩვენ ვისაუბრეთ საქმეზე, როცა გინების გამო იჭერა, გუშინ წყევლის გამო. წყევლის გამო კი. წყევლის გამო შეუფარდეს ადამიანს ჯარიმა, ქალბატონს, თამგანს, რომელმაც, ну, აქამდე ვიცოდით, რომ წყევლა არ ისჯებოდა და ეხლა აღმოჩნდა, რომ თორმეტ წყევლაც ისჯება, ბიძინა ივანიშვილი დაუწყევლია და ეს შეურაცხყოფაა. ანუ გამოდის, რომ ნუ ხელისუფლებას ვეღარ ჩიაგინე, ვეღარ დაწყევლე, ვერაფერს ვერ ისე. ეს ხოთე შორის ყველა ხელისუფლებას ალბათ სურდა, რომ არ მაგინონ და არ წყევლონო, მაგრამ არავის უქნია, ეხლა არავინ მისულა მაგინონ ესე. არ დამწყევლო, არ მაგინო. ანუ მაგაში ხო მაგით ხო არ ჩება ყველაფერი, ხო არ თავდება ყველაფერი საჯაროდ იზავთ თუ არა. ანუ ყველა მაინც მაგათ აგინებთ და რაც არ უნდა. როგორ ჩანს თავარია Facebook-ზე არ აგინე. ხო, მაინც ახლა საქართველოში სახში აგინეთ. ახლა ჩვენ გვაქვს რაღაცა ტრადიციები, რომელიც შეიძლება არ იყოს მაინც ყველასთვის მისაღები და კარგი და აი მთავრობის გინება წასulis, აწყოსი და მომავლისაც არის ქართველების ეროვნული ტრადიცია. მე ესე უყურებ და ესეც უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ საჯარო რო ხდები პირი, ახლა შენ გეწერა თქვენ ბოდიში ცოტა ხნის წინ რომ ანუ ღია მაქვს პროფილი რა, საჯარო პირი როდესაც ხარ, ხო, იქ შეიძლება უსიამოვნო კომენტარებიც დაიწეროს და ამაზე არ შეიძლება ჩაციკო. თუნდაც აი თქვენ მე მაგალითად ჩემი შეურაცხყოფის გამო რომ ვიღაცა კონკრეტული ტროლებს აყოლილი ქოცი დააჯარიმონ, არ მინდა, ანუ იმ ტროლებმა შექმნეს ფეიკ, ესე რა ვთქვათ, ცრუ განწყობა რომ რაღაცა ესეთი კომენტარი ვიღაცები დააჯარიმეს ოპოზიციონერების შეურაცხყოფის გამო, ის ხალხი იძახის ოპოზიციონერები რომ ჩვენ საერთოდ არ გვინახია ეგ და არ მიგვიქცევია ყურადღება და რატო არ მოგვითხოვია დაჯარიმება ამ ხალხისო. კი, მე თუ არ ვუჩივი და მე თუ არ ვამბობ რომ მე აქ პრობლემა მაქვს, ანუ ეს ჩივილის პუნქტი სპეციალურად მოხსეს იმისთვის რომ მე კონცეფს ვიღაცამ არ უთხრას რომ აი შენ ქალს უჩივლე. მიხდი, როგორც ჩანს ეს უტყდებოდათ და ამიტომ კანონში ჩაწერეს რომ ჩივილის გარეშე პირდაპირ შეუძლია გადაწყვიტოს პოლიციას რომ აი შენ შეურაცხყოფილად იგზენი თავი ალბათ შენს გარეშე გადაწყვეტს. ამის ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, იმიტომ რომ ადრე ხო უგდებოდნენ ერთ პარლამენტარში რომ უჩივლევენ ქალსა და ძალიან ცუდ ვითარებაში იყო, მე მგონი რა გვარია ეს წვერიანი და გორდულაძე. ხო და შესაბამისად ეხლა ეს რომ აირიდონ თავიდან რომ არ წამოაძახონ რომ შენ ქალს რაღაცა შეურაცხყოფის გამო უჩივლე და დააჭერინე ქალი, ამის გამო ჩაწერეს კანონში რომ ჩივილი არ არის საჭირო. პოლიცია უნდა გადაწყვიტოს შენ იგრძენი თავი შეურაცხყოფილად თუ არ იგრძენი. ნუ ვერწყოც, აუ ის აბსურდული ამბავი ნახეთ, მეგობარმა რომ მეგობარზე კი არ დაწერა, უბრალოდ ესე იგი ლევან ზაზაძეზე იძალა და ვიღაცამ აქციაზე გამვლელმა და ამასთან დაკავშირებით აი ეს ძალიან აბსტრაქტულად შეიგინა ლევან ზაზაძის მეგობარი რომ ესენი ვინ არიან, რაღაცა ეს როგორ შეიძლება კონკრეტულად არავის არ აგინებდა და შესაძლოა ჩაუთვალა რომ ლევანს აგინებდა გიორგი მელიქაური რა
რადგან მასთან დაკავშირებით პოსტზე დაწერა და მეგობრები ვართო ვიძახიან კაცო ერთმანეთს არ აგინებდა მაგრამ არა ინტერესებს შესუსოს გადაწყვიტა რომ ხო შეურაცხყოფა მიაყენა ამოდი მაგრამ როგორ აბსურდში შევედი ადამიანი ამბობს ჩემი მეგობარია რაღაც მაგაცია ჩემთვის არ უგინებია სხვას აგინებდა და შესუსო მაინც აჯარიმებს რომ რატო აგინე შენს მეგობარს არ იცოდნენ რომ მეგობრები იყვნენ ისე ალბათ ეგონათ რომ რაღაცა ან მაინც გააგრძელდა საქმე კი გრძელდება ეს საქმე გადადებულია გრძელდება კი ხო და ნუ არ ვიცი კიდე ეს ტროტუარის დღეს მეუსმინდა ირაკლი კობახიძეს რომელიც ამბობდა რომ ესო სწორად მოვიქეცითო უკან არიხევენ რომ ისო ეს ადამიანებიო ხო 150 კაციო ჯერ ქუჩას კეტავდა ნუ ქუჩა გავიგე ხა სატრანსპორტო მოძრაობა და მეტნაკლებად ლოგიკა არის და მე ქუჩის გადაკეტვა მოგძელთო ტროტუარზე დაიწყეს სიარულიო და იდგნენო და ამიტომ უნდაბრებიო ხო 150 კაცო 3 მილიონი ადამიანს არ უნდა უქმნიდესო დისკომფორტსა და მე მართლა მაინტერესებს ეხლა რუსთავებზე ვიღაცა ტროტუარზე გადაკეტავს ან ბევრი ხალხი დადგება ტროტუარზე, ამით 3 მილიონი ადამიანს როგორ ექნება პრობლემა. ანუ ალბათ კი ირაკლი კობახიძეს წარმოუდგენია, რომ მაინც და მაინც 9:11 საათზე რუსთავზე იყრის 3 მილიონი ადამიანი თავს და მიდის ტროტუარზე და ექნება პრობლემა. იყრით ეს ძალიან გაგვიხარდებოდა. მაგ დროს 3 მილიონი ადამიანი მოდიან. ხო, ნუ ასეთი არ ვიცი, ახლა მე შეიძლება ვამბობ, რომ როცა ეს ხელისუფლება აღარ იქნება, რაღაც დარჩება ისტორიას ლეგენდებად. რაღაც იგავი უცნობელ ამბებად რასაკეთებდა ეს ხელისუფლება ერთ-ერთი იქნება ეს ტროტუარზე ხალხს იჭერდნენ და მე წყევლის გიდების გამო რომ აჯარიმებდნენ რა თაობებს მოუყვებიან ამ ამბავს ტროტუარს მოუყვებით ნამდვილ ყველაფერს მოუყვებით ისეთ მარაზმში ვართ რომ ყველაფერს მოუყვებით ალბათ ხო, 4 ოქტომბერზე რადგან ლაპარაკობდით, ხო, ერთი არის ხა რომ ვიღაცებს მართლა აბსურდულად იჭერენ. მე მესმის რომ ორგანიზატორებთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია და შეიძლება კონდეთ პრეტენზია, ხო, ხა მაგრამ ის ადამიანები, ვინც იქ ხა ქუჩაში იდგნენ, ზოგი რაღაცას ყვიროდა, ზოგი რაღაც როგორც თქვით, ექიმი რაღაცას ეხმარებოდა და ამიტომ გადავიდა იქ, მარიამ რაღაცას ყვიროდა, ამათ დაჭერა, ეს ერთი თემა არის, მაგრამ ზოგადად ამ 4 ოქტომბრის ამბავზე რა სიტყვი, ანუ შენი აზრით რა მოხდა და მე მინდა უცბად ვისაუბროთ ოპოზიციაზეც, ანუ დღეს ეს აქტივისტები, რომლებიც უკვე ამის 600 დღეა დგახართ ქუჩაში, როგორ უყურებთ ოპოზიციის, ასე ვთქვათ, საქმიანობას დღეს, ანუ თქვენ გასაგებია რომ იბრძვით პროტესტით, მაგრამ საუჯოში პოლიტიკურ შედეგს ოპოზიცია უნდა დააყენოს. მაგრამ ვიდრე ამ კითხვაზე გამცემ, მოდი მარიამი გვერთვება. კი, მარიამსაც მოусმინოთ ცოტა ხანი და შემდეგ კი ბატონო. გავაგზავნოთ. მარიამ, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ რომ მითხრა შენ ისა მე და მაგდამ კი ვისაუბრეთ თუ რასაც გედავებიან, მაგრამ შენი ახსნაც რომ მითხრა შენი შეგრძნებები, როგორ განწყობაზე ხარ, ამდენად ეგუები იმას რომ შეიძლება ციხეში აღმოჩნდე და შენი მცირეწლოვანი შვილი დარჩეს, ასე ვთქვათ, დედის გარეშე რამდენიმე ხნით. ძალიან რთული არ ზოგადად ისაუბრო იმოცემულობაზე, ხარამოცემულობაც დგას, მაგრამ რომ გითხრათ რომ რაღაცა ძალიან კარგად ვიცოდი რა ბრძოლაში შევდიოდი და შესაბამისად რისკ ფაქტორების გათვალისწინებული მქონდა. რაც შეეხება ჩემს შვილს, ზურგს ისეთი ძლიერი ოჯახი მიმაგრებს, დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი დის სახით მეგობრები ჩემი თანამებრძოლები რომ არ მეშინია, ჩემი შვილი მარტო არ დარჩება და მიუხედავად რეჟიმის აი იმ გადაწყვეტილების რაც უკვე დაწერილი აქვს და გამოტანილი აქვს დარწმუნებული ვარ და ხვალ უკვე დიდი ხნის გამოტანილ განაჩენს გაგვაცნობს ქალბატონი თამარი მიუხედავად ამ ყველაფრისა რთულია რა თქმა უნდა და არავის არ უნდა ციხეში წასვლა და იქიდან ბრძოლა ბევრად ეფექტური არის როდესაც გარეთ ხარ და გარეთ ებრძვი ამ უსამართლობა თუმცა ვერც ციხეში შემაშინებენ და როგორც დედას შეიძლება რაღაცა ემოციური ფაქტორი გქონდეს, თუმცა როგორც მე ბრძოლ ქალს არ მაქვს შემსუფლება, რომ რაღაცნაირად სენსიტიურად მივუდგე ამ საკითხს. დღეს ძალიან ემოციური დღე მქონდა, ამდენი სოლიდარობა ჩემი თანამებრძოლების მხრიდან, სრულიად უცნობი ხალხისგან. ძალიან გული სამაჩუყებელი იყო ნამდვილად და მხოლოდ სიხარულის ცნემლები მომგვარა. მთელი ღამის განმავლობაში, დილის განმავლობაში არ შეწყვეტილა სოლიდარობის ტექსტები ჩემი შვილის ჩემ მიმართ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგან სამისთვის. მე რა სასწაული არის და ძალიან დიდი ძალა აქვს ამ სოლიდარობას და დამიჯერეთ რომ
ბევრად უფრო მხნედ გრძნობ თავს, ვიდრე აქამდე ვიყავი. ბევრად უფრო ძლიერი და ამაყი შევხვდები ნებისმიერ განაჩენს, რაც არ უნდა ცხადონ და რაც არ უნდა მომისაჯონ მოკლედ. ხო, ну თუმცა ხა 3 წლამდე ციხე არ არის პატარა, ასე ვთქვათ, ვადა. თუ ასე ვთქვათ, მაქსიმალური სასჯელი მოგისაჯეს. ну მედი მაქვს რომ იქ არის არასაპატიმრო სასჯელები, ამას გამოიყენოს მოსამართლე, მაგრამ მე და მაგ დავცაუბრობდით, რომ ხა როგორც მიდის ეს ხელისუფლება ამ 4 ოქტომბრის საქმეზე, ხო, არ ვიცი რამდენად არის ეს. ну აღიარებას როგორც ხვდები არაპირებ, ხო დანაშაულის და თანამშრომლებს. აი, თვალსაჩინო უტყევად ვუჩვევით რევოლუციაზე. ბაღიარო ბრალი, რომელიც გაითიშა როგორც უკაცრავად ტექნიკური გესმით ჩემი ხმა? კი, მესმის, კი. კი, გვესმის, მარია. ბოდიში ჩემი ხმა. კი, გვესმის, მაგრამ. მოკლედ ვაღიარო ბრალი, რომელიც არ ჩამიდენია, არის ვფიქრობ არც утоპიური. არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, არც ერთ ეტაპზე ამ ბრალის აღიარებას, უყევად ვარ ჩემს პოზიციაზე და შესაბამისად, აი ზურაბ ჭავჭანიძის მაგალითი ავიღოთ ადამიანმა, რომელმაც არ ვიცი, გულწრფელად იგრძნო, რომ რეჟიმი ბოლომდე გაწირავდა, არ ვიცი, ეს ადამიანები გოგი ჭკვანაშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე და ის პირები, ვისაც უკვე მიუსაჯეს, ეს ადამიანები მყარად დგანან თავის გადაწყვეტილებაზე და არ დაუმსახურებიათ მათ 5 წლიანი სასჯელი. მე პირადად, რა თქმა უნდა, არავის არ დაგუმსახურებია, მაგრამ არ ვაპირებ იმ აღიარებასაც არ ჩამიდენია ფიზიკურად. მე კონსტიტუციურად მქონდა იმის უფლება, რომ 4 ოქტომბერს და იმის შემდგომ ყოფილიყავ რუსთაველზე და მანამდეც ნებისმიერი მიზეზი შეიძლება მოიგონონ ამათ, მაგრამ 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ საბაბი. რის გამოც აი ესეთი წმენდა ჩაატარეს, უნდათ ხალხში არ ვიცი, ალბათ ემოციური მოწყობილობის შექმნა, უნდათ ალბათ აქციების საბოლოო ჩამოშლა, მაგრამ ვერ მიიღეს ის რაც უნდა და ამიტომ ეხლა ვжиან. და ვжиან ამ განაჩენებით, ვжиან იმიტომ რომ არ გაჩერებულა რუსთაველი, არ გაჩერებულან ადამიანები და ის ვინც საფუძველს გააფორმა, დღემდე ჩვენს გვერდით არიან და რამდენიმე მათგანი ჩემ პროცესაც კი ესწრებოდა. შესაბამისად ეს არის სოლიდარობა, ეს არის გვერდში დგომა და რაც არ უნდა აშაოს პროპაგანდისტულად რეჟიმმა ეს ადამიანები მათ ბრძოლას, უნარიანობას ვერ გააკრავს. მადლობა მარიამ, ჩართვისთვის გისურვებ ხნეობას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ ხვალ მოსამართლე განაჩენს გამოვიტანს და შეიძლება მარიამ ყანწიშვილი მარტო ხალ დედა, რომელსაც ციროსლევანი შვილი ყავს, ციხეში აღმოჩნდეს იმის გამო, რომ რუსთაველზე ხალხს რაღაცა იძახდა, ხო, რომ ჩავიდეთ ყველანი ათონელზე. ანუ მაგას ბევრი იძახდა, ეხლა რო თქვა, მაგას ბევრი იძახდა 4 ოქტომბერს, ანუ გინება, ან თუნდაც მოწოდება ძალიან ბევრი მოვისმინე 4 ოქტომბერს, მე და არ შეიძლება რომ ამის გამო ადამიანი იყოს და დაჭერილი, იმიტომ რომ თუ ქმედება არ არის სახეზე, შესაბამისად ის უნდა დანაშაულოა. კი ბატონო, რაც ეხება კითხვას ოპოზიციასთან დაკავშირებით, აი ეს აქტივისტები, რომლებიც ხართ აქტიურად ჩართული ამ პროცესში, როგორ უყურებთ იმას, რაც ხდება ოპოზიციაში. დღეს აღამოს გადაცემაში ვცლად ვისაუბრებთ ამაზე 9:30-ზე, მაგრამ ანამდე შენაძენია. ხო, ну, პოლიტიკური სიტუაცია ხა მაინც სახარბიელოა, რომ ვთქვათ, არ ვიქნებით მართალი და ამას თვითონ ოპოზიციაც ამბობს, რომ არ არიან საუკეთესო ფორმაში, ზოგი პირდაპირ, ზოგი ალეგორიულად, რომ ალტერნატივა უნდა გამოჩნდეს და კი, ალტერნატივა უნდა გამოჩნდეს ცხადად და მკაფიოდ. მე მიმაჩნია, რომ რაც მეტი ახალი პარტია გაჩნდება, მით უკეთესია, აუცილებლად უნდა გაჩნდეს. იმაში გეთანხმებით თქვენ რო გეწერათ, რომ ახლა რას ნიშნავს ჩაიწიონ და სხვა მოვა, ეგ არის სისულელე, თუ იმას ყავს ელექტორატი, ესე იგი ის ისეთ რაღაცას აკეთებს, რამაც კონკრეტულ ჯგუფს, ესე იგი რომ მოაწონა თავი, ხომ, ანუ მას თუ ამორჩეველი ყავს, უნდა ყავდეს დემოკრატიის არსი, ეს არის ახლა ჩაიწიე შენ და სხვა მოვიდეს, მე ეს არ მესმის, რატო უნდა ჩაიწიოს ვინმეს თუ აქ თავისი გეგმა, სტრატეგია, როგორ მიაჩნია, რომ უნდა მოიქცეს, რომ ეს რეჟიმი ბოლოს დაასრულოს, გააკეთოს. ეს თავისთავად დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას და არ არის საჭირო შენ თქვა ძველ პოლიტიკოსებს, რომლებიც მესმის რომ 14 წელია იგრძნიან და შეიძლება რომ არ არის წარმატება ამ ნაწილში ვისაუბროთ, მაგრამ მათ აქვთ თავის ნიშა, თავისი ამორჩეველი ყავთ, რატომ უნდა წავიდეს ვინმე სადღაც, რომელიც 14 წელია იბრძვის. მე არ მესმის. თუ ვინმე აქ თავია, რომ ახალი ძალებს თუ მოსვლა უნდათ, შეუძლიათ მოვიდნენ. ხო ეს
პოლიტიკა ის ხო არ არის რომ იქ ვერ დაეტევი ხო? ყველა დაეტევა. შეუძლია და თუ ადგილი არ არის ეს ადგილი უნდა მოიპოვო შენ ბრძოლით ახლა ხო? ახალი პარტიები უნდა გაჩნდეს. ავტობუსი არ არის რომ დაგითვალ ადგილი. კი. და მოდი ესეც თქვა, რა 14 წელი რო იბრძვის პარტია, იმის მიმართ კონკრეტულ სეგმენტს უფრო მეტი ნდობა აქვს მაგალითად რა. ხო, მაგრამ აი ეს ძველი ოპოზიცია ხო რა დღეშია ხო ნაციონალ-მოძრაობაში ძალგი ამბები იწყება. ხო, არა, დავაგდებიან ალბათ. იქ ალიანსი თითქოს ერთიანია და სააკაშვილი ხა თავს ესხმის ალიანსის ნახეთ, წევრებს და აი თითქოს რაღაცა ერთიანობაში იყო გამოსავალი, მაგრამ ეს ერთიანობაც არ გამოდის, ხო? არა, ნახეთ, ალიანსი თუ შეიკრიბებოდა კონკრეტული ქმედებების გარშემო, ანუ ალიანსი თუ შედგებოდა კონკრეტული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გარშემო, მაშინ გაამართლებდა, მაგრამ ალიანსი შეიკრიბა რა მიზნით? ერთობა ერთობისთვის. ერთობა ერთობისთვის არასდროს არ მუშაობს. ანუ ის კი არ უნდა იყოს რაიმე შენ მომტოხარ და მოდი ერთად ვისხდეთ, აი ხალხს მოსწონს, რომ ჩვენ ერთად ვხედავთ. არ მოგწონხარო ერთმანეთს ეუბნებიან. მაინც ერთად ვისხდეთ. მაგრამ ხალხს მოსწონს, რომ ერთად ვხედავენ და მოდი ერთად ვისხდეთ, ეგ შედეგს არ დადებს. თუ არ აქვს კონკრეტული მკაფიო გეგმა, სტრატეგია, შენ როგორ მიდიხარ რეჟიმის ჩამოშლამდე და უკვე არსებულს აჯდები, ესე პირდაპირ ვთქვათ, რომ აი მაგალითად პროტესტი არის რუსთავაზე და ეს კარგია, მართლა კარგია, როგორ არ არის კარგი. მომავლისთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ხალხი იმ დონეზე გაჩიუტებულია 500 დღე და დგება და არ წავა სანამ შენ არ წახვალ. ეს ყველა უნდა იცოდეს, კარგია და ეს ოპოზიცია თუ აი რაღაც არსებულ სტატუს quo-ს აჯდება, რომ აი თქვა არის პროტესტი და ეს პროტესტი კარგია, არის სანქციები და ეს სანქციები კარგია. კი ბატონო, მესმის, მაგრამ არ არის საკმარისი. რო არ არის საკმარისი, ეს უნდა შეავსოს ოპოზიცია, მართლა უნდა შეავსოს. მე ესე ვუყურებ და ამიტომ ვეძახი, რომ თუ არსებული ვერ აკეთებს რაღაცას, მოდი ახალსაც მოусმოთ, ახალსაც მივხედოთ. აი სეგმენტზე რო გეუბნებოდით რა, აი მე მესმის იმ ადამიანის მეთქი, რომელიც მხოლოდ იმ პარტიას ცემს პატრიოტს, რომელიც 14 წელია იბრძოდა, მაგრამ არის ძალიან დიდი სეგმენტი, რომელიც აი შიმშილი აქვს ახალი პარტიების და ახალი ძალის და იძახის რომ იმედია გამოჩნდება ახალი ძალა, ახალგაზრდები ხშირად ამბობენ, შეიძლება ეს მიზეზია და შეფარული ქოცობაა, მოდი ესე ვთქვათ, ეს ნარატივი, მაგრამ ყველას ვისაც არ უნდა კითხოთ, უნდაც უკვე არაქოც ელექტორატს მაგას იძახის რომ რა იქნება, რომ რაღაცა ახალი ძალა და ახალი პარტია გამოჩნდეს. ყველა ამას ელოდება, მაგრამ არ არის და ამიტომ არის ცოტა გაურკვეველი სიტუაცია ამ პლანზე. მე მგონი უკვე რაღაცები კონტურები გამოიკვეთება ცოტა ხანში რა, იმედი მაგრამ ვინც გამოსასვლელია ველზე გამოვარა. კი ბატონო, ნახოთ, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის, მაგდა მამუკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, აქტივისტი, აქციების აქტიური მონაწილე, იურისტი. ჩვენ საუბრობდით 4 ოქტომბრის საქმეზე, დაკავებულ ამდენიმე ადამიანზე, განსაკუთრებით ქალბატონებზე, რომელსაც ციხე ელოდებათ. ჩვენ გვაქვს ხა რეკლამის შემდეგ სახალხო დამცველის ანგარიშს ვისაუბრებთ. დღეს პარლამენტში უსმენენ სახალხო დამცველს, რომელიც საკმაოდ კრიტიკული ანგარიშით გამოვიდა, თუმცა ოპოზიციას მაინც ჰქონდა იქ პრეტენზიები და სწორედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩაგვერთვება პარლამენტიდან. Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში, როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ სახალხო დამცველის ანგარიშზე, რომელიც მან პარლამენტში წარადგინა. ამდენიმე ციტატას წაგიკითხავთ. შეკრების თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები აქტიურად გამოიყენებოდა. მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ფაქტები, რაც სავარაუდოდ მათ პოლიტიკურ სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებაო, თქვა სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველმა პრენოსტომაზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასა და ახალი მზღუდავი რეგულაციების სიმრავლეზე და მათ შორის შეკრების გამართვის ადგილიდან და ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდებდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლების სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალ დარღვევებისთვის. ასევე სახალხო დამცველმა თქვა ასეთი რამ, აქციებზე დაკავებული 573 პირიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302. დაზიანებები აღენიშნებოდა 194-ს. აუცილებელია შემჭირდებულ ვადებში მოხდეს შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლა. ან მარტივად რო ვთქვათ, 302 ადამიანი სიტყვიერად ყვებოდა, რომ გვცემესო დაკავების შემდეგ და არასათანადოდ მოგვეყნოდა. იქედან 194 სახეზე და სხეულზე ეტყობოდა ცემის კვალიო სახალხო დამცველი ამბობს. ქართული ოცნების წევრების უკმაყოფილება გამოიწვია რამდენიმე პასაჟმა, მაგალითად ნინო წილოსანი გამოეხმაურა მის გამოსვლას, ვერანაირად ვერ მივიღებთ თქვენს გულშემატკივრობას და რატომ? მინდა გამცეთ პასუხი კითხვაზე. იყო თუ არა აქცია მშვიდობიანი? აუცილებლად უნდა აგვიხსნათ, რატომ იყო არაპროპორციული ჯარიმა, როდესაც ადამიანი კეტავს გზას, ტროტუარს, დისკომფორტს უქმნის ათასობით ადამიანსო? ამ შეკითხვით მიმართა წილოსანმა.
ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად თქვენ ისაუბრეთ აქციაზე დაკავებულ ადამიანებზე და არ შემეძლო ეს გამეტარებინა აბოსტილოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ხვდები ეს ჩვეულებრივი ლიბერალური ტრენდის ნაწილია, რომ ასეთი დავარცხნილი და რაღაცაერი გულშემატკივრის პოზიციიდან უნდა გვესაუბროთ ამ ყველაფერზე. თუმცა ვერანაირად ვერ მივიღებო. როდეს რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ არაპროპორციული იყო მაგალითად ადმინისტრაციული ჯარიმა, თქვენ ძალიან კვალიფიციური იურისტი ბრძანდებით, გამოცდილდა აუცილებლად უნდა აგვიხსნათ, რატომ იყო არაპროპორციული, როდესაც ადამიანი კეთავს გზასო. Ну, მოკლედ მოითხოვა, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტება ქალბატონმა წილოსანმა. ნუ ოპოზიციასაც ჰქონდა თავისი შენიშვნები სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით. ნუ ოპოზიციას მოიხსენებათ იქ გახარიას პარტია წარმოადგენს. ტატა ხვედელიანი არის ჩვენი სტუმარი, სწორედ ამ პარტიიდან მივესალმებ მას. გამარჯობათ, ქალბატონ ტატა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ნუ პირველ რიგში ზოგადად როგორ შეაფასებთ, ნუ ბევრი საინტერესო ფაქტი მოხვდა. ეხლა ვერ ვიტყვით, რომ რაღაცები არ მოხვდა ამ ანგარიშში, არის საკმაოდ ასე ვთქვათ კრიტიკული პასაჟებიც, ნახეთ რომ ოცნებასაც რაღაცები არ მოეწონა, თქვენ რა სიტყვით? პირველ რიგში მე მინდა ორ ნაწილად გავყო სახალხო დამცველის ზოგადად ხმარ გესმით? ისმის ჩემი ხმა? ხო, იქ ხო, კი ბატონო, გააგრძელეთ, ეხლა ისმის, კი ბატონო. პირველ რიგში ორ ნაწილად უნდა დავყოთ ჩვენ სახალხო დამცველთან დაკავშირებული ეს მისი ანგარიში, ეს არის პირველი მისი ანგარიში, რომელიც წერილობით წარედგინა საქართველოს პარლამენტს და მეორე ეს არის ვერბალურად მან რა წარადგინა, რაზე ისაუბრა და ასევე შეკითხვები, რომლებსაც მან ვერ გასცა პასუხი. დიახ, თქვენ სწორედ გძანეთ, საკმაოდ მწვავე შეფასებები იყო ანგარიში, იქიდან გამომდინარე, რომ ის გვერდს ვერ აუბლიდა ამ შეფასებებს, იქიდან გამომდინარე, რომ რეალური ფაქტები არსებობს იმისა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა სახალხო დამცველმა თავისი ანგარიშის წარდგენის დროს ვერ უპასუხა ოპოზიციის ვერცერთ შეკითხვას სრულფასოვნად. აი ფაქტიურად ჩემ შეკითხვასაც მე რაც დავუსვი მას 20 ივნისის გამოძიებასთან დაკავშირებით, ასევე სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში დაირღვა თუ არა გიორგი გახარიას უფლებრივი მდგომარეობა ოცნების მხრიდან მან ფაქტიურად გვერდი აუარა, არ გასცა ამ შეკითხვას პასუხი. საერთოდ თავარ შეკითხვას არ გასცა მან პასუხი, რომელიც ჩვენ დაუსვით, გაუარესდა თუ არა ამ 1 წლის განმავლობაში ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა. ანუ ამაზეც ჩვენ ვერ მოვისმინეთ მისგან ცალსახა პასუხი. ეს რაღაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელის ვიზიტს უფრო გავს საქართველოს პარლამენტში, ვიდრე სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი ვიხილეთ, რომელიც თავის თავსაც ვერ იცავს, მას იცავდნენ ოცნების წევრები, ჩვენ ნახეთ საკომიტეტო მოსმენებზე. რამოდენიმე თემა მინდა გამოვყო, რომელიც ანგარიში ვერ მოხვდა, იმის მიუხედავად, რომ ეს საკმაოდ მწვავე საკითხებია. ერთი არის ემიგრანტებისთვის არჩევანის უფლების წართმევის საკითხი, რომელიც საკანონმდებლო ოცნებამ დაინიცირა და მოიყვანა სისრულეში, ასევე 2000-მდე გათავისუფლებული მაღაროელის საკითხი, რომელიც თქვენ იცით, რომ პროტესტი მიმდინარეობს მაღაროელების მხრიდან და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის და არ მოხვდა მის ანგარიში. ასევე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებული ოცნების მხრიდან დარბევის ფაქტები და კონკრეტულად წყლის ჭალში ნივთიერების შერევის საკითხი. ამაზეც ჩვენ ვერ ვნახეთ მისგან პოზიციონირება. ასევე კვეთება მის ანგარიში ყველა საკითხის და ყველა მიმართულებით სისტემური პრობლემატიკა და ამასაც ვერ აუარა მან გვერდი. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ასე იგი მისი რეკომენდაციების მხოლოდ 7% არის შესრულებული და როდესაც ამაზე დავუსვით მას შეკითხვა, პასუხს ვერ ცემს და გვეუბნება, რომ მისი ფუნქცია არის მხოლოდ დაწეროს და ასახოს ანგარიში ის რეკომენდაციები და რაც შეეხება ამ რეკომენდაციების შესრულებას, ის ამაზე საერთოდ არ სცემს არავითარ პასუხს. ნუ საკმაოდ სუსტი გამოსვლა იყო. პირველ რიგში თავარი არის ჩვენ განვასხვაოთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ვერ უწევს წინააღმდეგობას საკუთარ თანამშრომლებს, სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც ვალდებულია რომ აღწეროს ყველა ის დარღვევა, რომელიც მიმდინარეობს და მით უმეტეს საერთაშორისო წნეხიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც უმწვავესი შეფასებები არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მართველი გუნდის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით, დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით და ჩვენ ხედავთ, რომ აი მაგალითად ევროპის საბჭოში ხვალ იქნება განხილვები და კენჭისყრა რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე უმწვავესი არის და ასახავს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ძალიან ადეკვატურად
იხილავს ამ საკითხს. მით უმეტეს ამ პირობებში მან წერილობით ვერ აუქცია გვერდი იმ ყველა დარღვევას, რომელიც განხორციელდა, თუმცა მთავარ შეკითხვებზე რა მდგომარეობაში არის ქვეყანაში ადამიანების უფლებები და განიცადა თუ არა ადამიანის უფლებებმა უკუსვლა ოცნების პირობებში, ის ვერ სცემს პასუხს, რა თქმა უნდა, ოცნების შიშით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი მისი მხრიდან. შესრულებას ასეთი პასუხი გასცა თქვენს თანაპარტიერს გიორგი შარაშიძეს, რომ არც ერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულება ძალიან მაღალი. მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის გაკეთდესო, მაგრამ ასე არ ხდება. თქვენს კრიტიკასაც არ ასრულებს. ვისურვებდი, რომ ყავდეს ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც თავის პრინციპულობას სწორედ საკუთარი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში გამოავლენდა. თუმცა ჩვენ ნახეთ ადამიანი, რომელიც სრულიად არ ცნობს საკუთარ პასუხისმგებლობას კონკრეტულ ქმედებებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? ჩვენ ვერ ნახეთ ეს ადამიანი ვერც ერთი მომენტში, სადაც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებოდა სახალხო დამცველი. ხო, აი ეგ არის თემა, რომ ის ამბობს, რომ ანგარიში ასახავს ყველაფერს, თუმცა სხვა სახალხო დამცველებისგან განსხვავებით ის რაღაც პრესკონფერენციებით, განცხადებებით, ადგილზე მისვლით, სადაც რაღაცები ხდება, ამით არ გამოიწვია. ბატონ მერაბ, თუ ის თulis, რომ მისი საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ წერით და ამ დაწერილის შემდეგ წაკითხვით, მაშინ წაბრძანდეს და უხელმძღვანელოს წერა კითხვის გამავრცელებელ რომელიმე საზოგადოებას. ხო, ანუ თქვენს ფიქრობთ, რომ სახალხო დამცველი უფრო აქტიური უნდა იყოს, ხო, ამაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, უფრო აქტიური უნდა იყოს და უამრავი ფაქტი არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი არის გაუქმებული და მიტაცებული რეჟიმის მხრიდან და მათ შორის სახალხო დამცველი არ ასრულებს თავის ფუნდამენტურ ფუნქციას, ის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრი და ის უნდა მონაწილეობდეს ამ რეკომენდაციების შემდეგ უკვე ადვოკატირებაში და შესრულებაშიც. თქვენი უკმაყოფილება იმან ხო არ გამოიწვია, რომ რაღაც თქვა თქვენი პარტიული ინტერესი და თქვენი პარტიის ლიდერი ვერ მოხვდა, ასე თქვა ამ ანგარიში. ჩვენი პარტიული ინტერესი არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიული ინტერესი, იმიტომ რომ ის რაც დღეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს და ის შეთითხნილი ბრალდებებით სისხლის სამართლებრივი დევნა პირველ რიგში არის ისტორიული ჩორჩანას ეპიზოდი, რომელიც მიმდინარეობს უპრეცედენტო საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დარღვევის კონტექსტში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მომხდარიყო მისი ეს კონტექსტიც ამ ანგარიში, თუმცა ვერბალურადაც კი ის ვერ საუბრობს ამ საკითხზე და გამოავლინა უცოდინრობა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, როგორც არის სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ იძახის, რომ გიორგი გახარიას და გიორგი გახარიას მოადგილეებს არ გაუციათ ბრძანება ტყუების გამოყენებაზე. და ასევე სხვა მიმართულებითაც მან გამოავლინა, რომ ესეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნის მიმართულებით კეთდება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, ის არ იცნობს და არ საუბრობს საერთო ამაზე, იმიტომ რომ აქვს ამის კომპლექსი, რომ ისაუბროს, რომ არ შეეშალოს რამე და შემდეგ ოცნების ბოსებმა საყვედური არ უთხრან. ნუ მაინც უთხრა საყვედური, როგორც ნახე წილოსანმა, ეხლა წავიკითხეთ. ხო, რაღაც თემები მაინც არ მოეწონათ, ისინი საუბრობენ, რომ აი ეს აქციები იყო ძალადობრივი და აი ამ თქვა არაპროპორციულ სასჯელებს ამით ამართლებს ხელისუფლება, თქვენ რა სიტყვით ამას? რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ დღეს საკანონმდებლო ორგანოში. ბატონი გორდულაძის მხრიდან მოვისმინეთ მაგალითად მთელი ტყუილების კასკადი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორი შესაშური მდგომარეობა არის ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, სიტყვის გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. და საერთოდ ყველაფერი კარგად არის, ჩვენ არ გვყავს უსამართლო დაკავებული ადამიანები, 4 შვილის დედა არ არის გამოკეტილი ციხეში, ყველაზე კორუმპირებული მერის წინასაარჩევნო პლაკატის ფლომასტერით გაფერადების გამო, ექიმი პედიატრი 5 წლით არ გამოკეტეს ციხეში იმის გამო, რომ მან მონაწილეობა მიიღო ოცნებისვე დაორგანიზებულ 4 ოქტომბრის პროვოკაციაში და ასევე სასამართლო არ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, ეს სასამართლო არ იმართება თურმე ნაციონალური მოძრაობის ჯალათა წოდებული გირგულიანის მოსამართლის მურუსიძის ხელით და აი ამ ყველაფერზე ისინი ძალიან მარტივად საუბრობენ და არ ცნობენ ამას პრობლემად.
ვერ ხედავენ საკუთარ პასუხისმგებლობას, თუმცა ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში ზუსტად ამისთვის ვართ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მათ და ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ ისინი არის ოცნება დღეს არის ქალების მომჩივანი, ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც გაუთანაბრა ჩვენი სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების შეუსრულებლობა კი ქვეყნის ღალატს. ეს არის რეალურად დღევანდელი მდგომარეობა, რაც არის ოცნების პირობებში და კიდევ უამრავი კანონ პროექტი, რომელიც შემოაქვს მხოლოდ იმისთვის, რომ პარტიული ვერტიკალი გააძლიეროს, ძალაუფლება შეინარჩუნოს, საკუთარი ოცნების წევრების დისკომფორტი აღმოფხრას, ამისთვის მუშაობს ოცნების საკანონმდებლო ასე ვთქვათ ჯგუფი. ამისთვის მუშაობს და არა იმისთვის, რომ სარგებელი ნახოს ჩვენმა მოქალაქემ ქვეყანაში და ის უმძიმესი მდგომარეობა ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც ოცნების პირობებში დადგა, რომ გააღატაკეს ჩვენი მოსახლეობა, გააღატაკეს სწორედ აი ამ კანონებით, აი ამ არაპროპორციული ჯარიმებით, რომლებსაც აწესებენ ტროტუარზე დგომისთვის, ელემენტარული განსხვავებული აზრის წარმოთქმისთვის, აი ამ ყველაფრისთვის ავტორიტარული რეჟიმი რომ მოქმედებს დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ეს არის ფაქტი და აი ამის შესახსენებლად ვართ სწორედ ჩვენ აქ და ამას ჩვენ ძალიან მწვავედ შევახსენებთ ყოველდღიურად, ყოველ წუთს და პასუხს გავცემთ მათი მხრიდან ყველა საკითხს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება გორდულაძეებს და მისნაირებს არ აქვთ იმის უფლება, რომ ისაუბრონ ჩვენზე და ისაუბრონ ჩვენს მოქალაქეებზე ისე როგორც ამას აკეთებენ. ხო, ნუ კი შეახსენებთ, მაგრამ არ მგონია დიდად ნერვიულობდნენ ამის გამო. თქვენ კი არა, აგერ ვთქვათ, ევროპარლამენტის რეზოლუციამ შეახსენა, ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს ამ რეზოლუციას, მაგრამ ამბობენ, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს, ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს და ასე შემდეგ. ნუ იცით მათი და მე ნამდვილად და ჩვენს გუნდს არ გვაინტერესებს, ინერვიულებენ თუ არა კოლექტიური გორდულაძეები იმაზე თუ რა შევახსენებთ ჩვენ, თავარი არის დაინახოს ოცნების ნამდვილი სახე საქართველოს ამომრჩეველმა, ოცნების ამომრჩეველმა განასხვაოს 2012 წელს ჰუმანურობის დაპირებით მოსული ოცნება რა იყო და დღეს რა არის. ის რომ დღეს ძალადობს რეჟიმი, ის რომ ოცნებამ დაუშვა ბორკილ დადებული ადამიანების წამება, ცემა და არაადამიანური მოპყრობა. ანუ ეს არ არის გასატარებელი არც ჩვენი მხრიდან და არც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან და ამას აუცილებლად გაეცემა თავისი პასუხი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ხო, ნუ კი ბატონო, აქ კითხვა არის, როდის მოხდება ეს, მაგრამ ეს მთელი საუბრის თემა. ყველას მინდა თქვენი შეფასება ამ, ვთქვათ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე, რომელიც იქნება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რა მნიშვნელობა აქვს მათ და რამდენად სწორად არის იქ ფაქტები თქვენი აზრით დასახული? რა თქმა უნდა, ეს არის უმწვავესი შეფასება და იცით რომ ხვალ იქნება ამის განხილვა და საბოლოოდ კენჭისყრა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება, ადეკვატური შეფასება იმ მოვლენებისა, რაც საქართველოში არსებობს. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, თუმცა ის რომ ამ შეფასების მიმღები, ამ შეფასებაზე პასუხისმგებელი არის ოცნება, ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ის რომ დღესდღეობით საქართველო იმყოფება იზოლაციაში ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე, ესეც არის ფაქტი. და ეს იზოლაცია დადგა ოცნების პასუხისმგებლობით და ასევე იმის გამო, რომ ოცნებამ უარი თქვა, თუნდაც პასეს შემთხვევაში, მე მინდა შეგახსენოთ, რომ პასე ოცნებამ თავის სურვილით დატოვა. დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა იმ დისკომფორტის აღქმა, რომელიც მას ექმნება, როდესაც პასეს წევრი ქვეყნები ეუბნებიან, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები არის ჩვენს ქვეყანაში და ამაზე პასუხისმგებელი არის ოცნება, აი ამ კითხვებზე ოცნებას არ სურს პასუხების გაცემა. ეს არის სწორედ მთავარი ამბავი აქ. რა თქმა უნდა, რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი, მწვავე და დაველოდოთ ხვალინდელ დღეს იქნება ამასთან დაკავშირებით განხილვები და კენჭისყრა. ოკეი ბატონო, მაგრამ მაინტერესებს თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ ასეთ ვითარებაში, როცა ვთქვათ, ხელისუფლება არაფერზე არ რეაგირებს, ხო? არც თქვენს განცხადებებზე, აგერ სახალხო დამცველსაც აკრიტიკებენ, თუ რამე არ მოეწონათ მთელ ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ყველაზე ამბობენ, რომ არის რაღაც პოლიტიკური მიგერძოება და მათ წინააღმდეგ რაღაც დიდი პოლიტიკური შეთქმულება. მაგალითად, სახალხო დამცველ, უბრალოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გაფართოების სამიტებს იმიტომ ატარებენ, მხოლოდ რომ ჩვენ არ მიგვიწვიონ იქ და მერე სათქმელი კონდეს ოპოზიციას, რომ აი არ მიიწვიეს.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ჩვენ პირველად არ ვხედავთ, რომ ოცნება თავისი აი ამ აგრესიული რიტორიკით ცდილობს საკუთარი მინუსების დაფარვას. ისინი აუფასურებენ ამ რეზოლუციებს, აი ესეთ განცხადებებს აკეთებენ სწორედ იმიტომ, რომ მათ ექმნებათ ამ რეზოლუციებისგან, ამ მწვავე შეფასებებისგან დისკომფორტი და ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან რა გააკეთონ. აი მაგალითად საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, აი ფაქტიურად პანიკაში არიან. ჯერ ამერიკასთან ნახეთ სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება. შემდეგ ჩინეთთან იწყებენ ურთიერთობების წარმოებას და აი ამ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს. ამის გარდა ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის შეჩერების პროცესი, რომელიც ოცნების პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე. ანუ ფაქტიურად ჩვენს ქვეყანას საგარეო მიმართულებით სამთავრობო გუნდის არაკომპეტენტურობისა და უვიცობის გამო ჩვენი ქვეყანა დღესდღეობით არის იზოლირებული და ეს ყველაფერი და კიდევ დავამატებ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ღია ანექსიასთან დაკავშირებით დუმილი, რომელსაც ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუცია ამ მიმართულებით და ამაზეც უარს იძახიან ეს ადამიანები. საერთოდ ამ თემას არ ეხებიან, ეშინიათ ამ საკითხს და არ საუბრობენ ამას. აქედან გამომდინარე, ვხედავთ როგორ უსუსურ დღეში არის, მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მივუყვებით ჩვენი დღის წესრიგს, რომელიც არის ის, რომ ქართულმა ამომრჩეველმა დაინახოს ოცნების ნამდვილი სახე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ის, რომ იმას თუ იძახით, რომ დაუშვათ ფუჭად მიდის ჩვენი განცხადებები, არ არის ესე. იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი არის ოცნებას შეუმცირდეს ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც მას ყავდა წინა არჩევნებზე, მაგრამ მისი ჩაფლავებული პოლიტიკის გამო, იქიდან გამო, რომ საგარეო მიმართულებით ფაქტიურად ვექტორი აღარა აქვს საგარეო მიმართულებით ჩვენს ქვეყანას, შიდა ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება. შეხედეთ ეკონომიკური მიმართულებით. იკვეხნიან, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვთ და ამ დროს პენსიების გაზრდა არ არსებობს მათთვის. მინიმალური ხელფასის დაწესებაზე უარს ამბობენ. ესე იგი, უმუშევრობის დაზღვევაზე უარს ცალკე სასაუბრო თემებია. ეს ადამიანები ამბობენ უარს. იმიტომ მხოლოდ და მხოლოდ ჭირდებათ ხაზინაში მეტი მოსაპარი ფული, რადგან კორუფციასთან ბრძოლას მათთვის არის ფასადური საკითხი, ისევე როგორც ნარკომანია, ისევე როგორც ჯარიმების ნაწილია, ეხლა ჯარიმებთან მიმართებაშიც ზრდიან კოლოსალურ, არაპროპორციულ ჯარიმებს აწესებენ და ამით ცალკე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე. 5,000 ლარიანი ჯარიმებით არის გამოტენილი მთელი მოსახლეობის საბანკო ანგარიშები. დიახ. ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობა დიდი. ამ თემებზე, სოციალურ თემებზე ცალკე შეიძლება გადაცემის გაკეთება. მადლობა დიდი. ტატა ხვედრლიანი იყო ჩვენი სტუმარი, გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩვენ ვსაუბრობდით სახალხო დამცველის ანგარიშზე და ქართულოსნების პოლიტიკაზე. მე გემშვიდობით 1 საათი 9 ნახევარზე დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც როგორც იცით, შეიძლება ახალი თავმჯდომარე გახდეს ნაციონალური მოძრაობის.